ბრალდების დადგენილებას რომ დაუბრუნდეთ ორივე ბრალდებულის გიორგი მიქაძის და დავით მიქაძის ბრალდების დადგენილებაში წერია რომ 2025 წლის თებერვლის თვეში იგეგმებოდა ლევან ჯანგველაძის მკვლელობა და გარკვეული პირდაპირ ასე წერია ხელსაყრელი პირობების არარსებობის გამო ეს მკვლელობა ვერ შედგა. გარდა ამისა პროკურატურა ამტკიცებს რომ ლევან ჯანგველაძე თავად იმიტომ გადაადგილდებოდა შეიარაღებული მათ შორის ესე იგი დამალული კაბურით, ანუ არათვალსაჩინო კაბურით ატარებდა იარაღს, იმიტომ რომ იმ საფრთხეს გრძნობდა, რაც თქვათ მიქაძეებისგან და ფარცხალაძისგან მოდიოდა. და პლუს ამას არის მოწმეთა ჩვენებები ჩადებული აიგივე რო ვისაუბრეთ რუსეთის მოქალაქეებზე, რომლებიც ამბობენ, რომ ის საუბრობდა ადამიანებთან ამ საფრთხის შესახებ. ამ საფრთხის შესახებ. ეხლა გაინტერესებდა კახაბერ ძანძავასთან, რამდენად რეალური იყო ეს საფრთხე და რამდენად ამის შესახებ რაღაცას ამბობდა, თქვათ, ან უბრალოდ შეიძლება არც ამბობდა, თქვათ 20 წლის მეგობართან არ თქვა და ნარცისოვას და მიკულსკის მოუყვა, რომელსაც რაღაც ბოლო პერიოდია იცნობს, დავიჯეროთ ეს ამბავი, მაგრამ როგორ იქცეოდა, რა ეტყობოდა, ხო, როგორ იგრძნო. თებერვლის თვეში ასეთი სიტუაცია გვაქვს. ლევან ჯანგველაძე საქართველოში ჩამოდის 16 თებერვალს და საქართველოდან მიდის 23 თებერვალს. და შუაში 19 თებერვლიდან 21 თებერვლის ჩათვლით კახაბერ ძანძავასთან, შვილთან და დიშვილთან ერთად მიდის გოდერძის უღელტეხილზე დასასვენებლად. სრიალისთვის და მოკლედ დროის გასატარებლად. იყო დიდთოვლობა ამ პერიოდში და ფიზიკურად ამ გზის განმავლობაში ბოლომდე ლევან ჯანგველაძე თავისი ავტომანქანით, რომელსაც გია ჩადუნელი მისი დაცვის წევრი მართავდა, ბოლომდე სასტუმრომდე ვერ მივიდა. ანუ სადღაც გზაში მოუწიათ მანქანის გამოცვლა, ასე ვთქვათ, იმიტომ რომ იყო უგზოობა და შეუძლებელი იყო სასტუმრომდე ამით ასვლა. კახაბერ ძანძავასთან ბუნებრივია ჰქონდა შეკითხვები, რომ ჯერ ერთი თუ კი ლევან ჯანგველაძე გრძნობდა განსაკუთრებულ საფრთხეს, იარაღს სწორედ მაგიტომ ატარებდა და ასე შემდეგ, სვამთ კითხვას, რომ გააძლიერა თუ არა დაცვა, იმიტომ რომ მიდიოდა ისეთ ტერიტორიაზე, სადაც მარტივად ხელმისაწვდომი დახმარების მიღება არ არის, ხო? ეხლა ტყეა, უშველებელი თოვლია და ასე შემდეგ. კახაბერ ძანძავამ გვიპასუხა, რომ ასეთი არ ყოფილა, ერთი დაცვის წევრი, რომელიც მუდმივად ჰყავდა, ამ დაცვის წევრით მივედით რაღაც ეტაპამდე. კახაბერ ძანძავას ვეკითხებით, რომ მას შემდეგ რაც სასტუმროდან გამოიძახეთ დამხმარე, რომელმაც აგიყვანათ სასტუმროში, ვინც მიდიოდით ეს ადამიანები, ეს იყო განსაკუთრებით ნდობით აღჭურვილი პირი, მანამდე იცნობდით და სანდო ადამიანი გამოაგზავნინათ, თუ ერთ-ერთი თანამშრომელი, ვინც სასტუმრომ ჩათვალა საჭიროთ, რომ გამოეგზავნა, ისეთი კახაბერ ძანძავამ გვიპასუხა, რომ რაიმე ამ საკითხთან დაკავშირებით განსაკუთრებული არ ყოფილა, არ იცნობდნენ, ვინც მოვიდა, მოკლედ იმან უზრუნველყო მათი ტრანსპორტირება სასტუმრომდე, ხო? კახაბერ ძანძავას ვეკითხებით პროცესზე, რომ ბატონო კახა, რას აკეთებდა ლევან ჯანგველაძე გოდერძიზე? სრიალებდა გვეუბნება დროს ვატარებდით ისე როგორც კურორტზე უნდა გავატაროთ. კითხვები ხომ არ იყო ნომერში ძირითადად, ხომ არ ეტყობოდა ხასიათის ცვლილება, ან უბრალოდ ქცევის ცვლილება, იმიტომ რომ რაღაც აქტივობებზე უარი თქვა პირობითად, ხო? ამასთან დაკავშირებით კატეგორიული პასუხები მოგცა გარდაცვლილის მეგობარმა და გითხრა რომ ასეთი გარემოებები ნახე მისი შეფასება კი არა რომ ვერ შევატყვე საფრთხეს გრძნობდა თუ არა ფაქტები უარყო თქვა რომ აბსოლუტურად ისე ხდებოდა ინტერპრეტირების საშუალებასაც არ იძლევა მისი პასუხები კი ბატონო ჩაკითხვაც მოხდა პროცესზე ვთქვათ ხომ არ იყო იმის ხო არ შეატყო მაგალითად ამ ხომ არ უთქვამს გარდაცვლის რომ შვილთან ერთად რადგან იყო ვთქვათ დამატებით რამე საფრთხეს ირიდებდა აქედან გამომდინარე რაზედაც ასევე იყო უარყოფითი პასუხი ხა აქედან გამომდინარე უკვე სასამართლო პროცესზე ყველაზე მნიშვნელოვანი პრინციპში ჯერჯერობით ვინც დაიკითხა იყო სწორედ კახაბერ ძანძავა ცალსახად დაცვის მხარის სასარგებლო ჩვენება აქვს მიცემული უბრალოდ ეს სასარგებლო და არ სასარგებლოზე არ არის ობიექტურად ვერ დასტურდება იმ საფრთხეების შესახებ ინფორმაცია რაც თითქოს და საქმეში არის დადასტურებულად და ბრალდების დადგენილებაში გადმოცემული